საქართველოში 50,000-დან 100,000-მდე ვაქცინას ელოდებიან. როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა და უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ რა საფრთხე ელოდება ქვეყანას? ამ კითხვებზე ქრონიკის მაყურებელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს. ჩვენ პაატა იმნაძის პირდაპირ ეთერში ვrთავთ. ბატონო პაატა, მოგესალმებით. რატომ გახდა ვაქცინის მოთხოვნის აუცილებლობა და როდის ექნება ქვეყანას პრევენციისათვის საჭირო ვაქცინების რაოდენობა? დავაზუსტებ ვაქცინა დაახლოებით 1 თვის წინათ ჯანდაცვის მინისტრმა მიწერა წერილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დივანს და დაახლოებით 1 თვის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მოითხოვა ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. და ასე ვთქვათ, რიგში ვართ და როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაიწყებს ვაქცინების დისტრიბუციას, ჯერ არ დაუწყია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ერთ-ერთი პირველი ჩვენც მივიღებთ. როდისთვის ვარაუდობთ, რომ ქვეყანაში იქნება უკვე აუცილებელი ვაქცინა? ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ვაქცინები გაივლიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, აღიარებას, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვაქცინა აქვს, ვთქვათ, ჩინეთს აქვს, შეერთებულ შტატებს აქვს, მაგრამ ის არის ადგილობრივი, ასე ვთქვათ, წარმოების ვაქცინები ძირითადად და აღიარებულია მხოლოდ იმ ქვეყნების ჯანმრთელობის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ჩვენ ვაქცინას მივიღებთ, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს ამ ვაქცინებს. ბატონო პაატა, თუ განმეორდა იგივე სიტუაცია, რაც ახლა ხდება უკრაინაში და ვირუსი მთელი სიმძლავრით იფეთქებს საქართველოშიც, არის თუ არა ქვეყანა მზად, თუ ქვეყანაში ახლა ვაქცინა არ არსებობს, მაშინ რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს? მოგეხსენებათ, ახლა პანდემია ივლისიდან არის გამოცხადებული და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არის იგივე ეპიდემიური სიტუაცია, რაც ამჟამად არის უკრაინაში, იგივე შეერთებულ შტატებში, იგივე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ასე რომ უკრაინა გამონაკლისი ნამდვილად არ არის და ყველა ამ ქვეყანაში დაახლოებით ერთ და იგივეა სხვა შორის მაჩვენებლები, როგორც ავადობის, ასევე მძიმე შემთხვევების, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ჭირდება. აქ ძირითადად გადამწყვეტი ის არის, რომ თქვენ თუ უსმენთ ნიუსებს უკრაინაში ეხლა მიიღეს თქვა ტამიფლუს მარაგები, დღეს ჩაუვიდათ. ჩვენთან ტამიფლუს მარაგები დაახლოებით 130,000 ადამიანზე ქვეყანაში არის ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებში. ასე რომ სამკურნალო პრეპარატი ქვეყანას აქვს მძიმე შემთხვევების დროს სამკურნალოდ. დანარჩენი საბედნიეროდ ეხლა მართალია უკრაინიდან ესეთ შემაშფოთებელი ცნობები მოდის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოფიციალურად 200,000-ზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევები ალბათ მილიონამდე აღწევს უკვე. უმრავლესობა შემთხვევების, როგორც ჩვეულებრივი გრიპის დროს, ანუ სიმძიმით არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპისაგან, სეზონური გრიპისაგან და ასე ვთქვათ, მძიმე შემთხვევების პროცენტიც და მათ შორის სამწუხაროდ ლეტალური შემთხვევების, ასე ვთქვათ, მაჩვენებელიც ზუსტად იგივეა, როგორიც სეზონური გრიპის დროს, ასე რომ პაციენტის ხომ არ აპირებს ქვეყნის ხელისუფლება გადააწესოს განსაკუთრებული კონტროლი უკრაინიდან მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, რადგანაც თქვენ როგორც თქვით, 1 მილიონი ინფიცირებული ეს საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. საქმე იმაშია, იცით, რომ მსოფლიოში პანდემია გამოცხადებულია ივლისის თვიდან და ივლისის თვიდან ტარდება ყველა ის ღონისძიება, ვთქვათ, საქართველოს შემოსასვლელ, ასე ვთქვათ, საზღვრებზე, განსაკუთრებით აეროპორტებში, ეს უკვე ტარდება გაზაფხულიდან დაიწყო და იმის და მიხედვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის რომელ ფაზას აცხადებდა, იმის შესაბამისად ხდება საზღვრებზე კონტროლი. ამ შემთხვევაში პანდემიის მეექვსე ფაზაში ეს არის ყველა ჩამოსული ადამიანის გაფრთხილება, რომ თუ მათ რაიმე სიმპტომები ექნებათ, უნდა მიმართონ აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებას, რათა მათ დროულად ჩაიტარონ მკურნალობა და შესაბამისად გაუფრთხილდნენ თავის გარშემო მყოფთ. და ბოლო შეკითხვა მექნება, თქვენთან დღეს საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ იანვრის თვეში საქართველოს ვარაუდობს, რომ H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები პიკს მიაღწევს, ანუ ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და დაახლოებით რა რაოდენობის ინფიცირებულთა რა რაოდენობას ვარაუდობთ? იცით რა, ჩვეულებრივ ზამთრის თვეებში პიკზე თბილისში რეგისტრირდება ხოლმე 10-დან 15,000-მდე შემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს არის რეგისტრირებული რაოდენობა, რეალური რაოდენობა 4-ჯერ 5-ჯერ მაინც მეტია. ყველას მოგეხსენება, რომ ხა გრიპის დროს ყველა არ არის საჭირო ხოლმე, ვთქვათ, არ მიმართავს ხოლმე სამედიცინო დახმარებისათვის. ჩვენ ველოდებით ალბათ, რომ დაახლოებით 100 მონაცემები უნდა გქონდეს, ოდნავ შეიძლება მეტი იყოს თვის განმავლობაში, ოღონდ ეს არ უნდა იყოს, ვთქვათ, ზამთრამდე, თუმცა მატება ალბათ დაიწყება 2-3 კვირაში შემთხვევებისა, როგორც
ჩვეულებრივი სეზონური ვირუსების, ასევე ამ ახალი ვირუსის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პაციენტებისათვის მთავარი ის არის, რომ თუ მათ აქვთ 38-ზე მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის ოდნავი გაძნელება, მაინც დროულად მიმართონ ექიმს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ეფექტურია. დიდი მადლობა. ეს იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რომელიც აცხადებს, რომ 2-3 კვირის შემდეგ საქართველოში როგორც ჩვეულებრივი, ასევე H1N1 ტიპით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და იანვრის თვეში 15,000 მიაღწევს. 200,000 ინფიცირებული და 57 გარდაცვლილი უკრაინაში ღორის გრიპის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ქვეყანაში პანიკაა. ოფიციალურმა კიევმა უკვე მიმართა დახმარების თხოვნით მეგობარ ქვეყნებს. ევროკავშირი ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად ემზადება. უნგრეთმა კი ინფიცირებულთა გადასარჩენად 10,000 ვაქცინა გადააგზავნა. უკრაინას ღორის გრიპი უტევს. გრიპის ეპიდემიის გამო დღეს დილიდან კიევის არც ერთ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ დაწყებულა. საგანგებო გადაწყვეტილება კიევის მერიამ წუხელგვიან ღამით მიიღო. სკოლამდელი დაწესებულებები მუშაობას განაგრძობენ, თუმცა ხელისუფლება მშობლებს მოუწოდებს შეძლების დაგვარად ბავშვები შინ დატოვონ. კარანტინი გამოცხადდა დასავლეთ უკრაინის 9 რაიონში. პათოგენურ ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას თხოვს. საგანგებო მიმართვაში ვიქტორ იუშენკო აცხადებს, რომ საქმე უკვე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებით. შექმნილი ვითარება მავალდებულებს გადაუდებელი დახმარების თხოვნით ჩვენს უახლოეს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართოთ. ამ დროისთვის გრიპის პათოგენური ვირუსით 180,000 ადამიანია დაავადებული. 7,000-ზე მეტი მკურნალობა საავადმყოფოში გადის. 120 ადამიანი რეანიმაციაშია მოთავსებული. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პანიკა ასეთ შემთხვევებში დამღუპველია. ეს ვირუსი ადამიანის სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიშია. ამიტომ ჩვენ ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ. მთავრობა მკაცრ ღონისძიებებს ატარებს ვირუსის შესაჩერებლად. ამიტომ პანიკას ნუ მიეცემით. გამოიყენეთ პირბადეები სამსახურში, სახლში და ტრანსპორტში. პრემიერ-მინისტრმა წუხანდელ მიმართვალში იმაზეც ისაუბრა, რომ გრიპის ეპიდემია საფრთხეს არ შეუქმნის იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა მოწოდებები ჯერჯერობით ვერ ამშვიდებს უკრაინელებს. აფთიაქებში პირბადეებისა და წამლისთვის უზარმაზარი რიგებია. კიევში შექმნილ ვითარებაზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქრონიკასთან საუბრობს. მოსახლეობაში არის დიდი პანიკა, რადგან აფთიაქებში უკრაინა არ აღმოჩნდა ამ გრიპთან დაკავშირებით მომზადებული და არ იყო ანტივირუსული პრეპარატები აფთიაქებში საკმაო რაოდენობით და ასევე ნიღბებით. ამიტომ გუშინ ასევე იყო შეთანხმება მიღწეული ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით. პოლონეთმა უკრაინას უკვე მიეწოდა პირბადეები და ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ. ჰუმანიტარულ ტვირთს ელიან შვეიცარიიდანაც. რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩასვლას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია გეგმავს, რომელიც ვითარებას ადგილზე შეაფასებს. ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში H1N1 ვირუსით 5,000 ადამიანი დაიღუპა. სპეციალისტების მტკიცებით დროული სამედიცინო დახმარება ვირუსის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. და უკრაინაში ღორის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ალექსანდრე კვიტაშვილი განმარტავს, რომ დღეს ის საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდება, რის შემდეგაც ოფიციალური თბილისი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა სახის დახმარებას აღმოაჩენს კიევს. არის რეგისტრირებული 27 ადამიანი და ქვეყნის შიგნით გავრცელება არ მოხდარა, ანუ ყველა 27 შემთხვევა არის შემოტანილი ქვეყნის გარეთ. იმპორტირებული, უკრაინაში არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია, იქ არის 4,000 მეტი ადამიანი ქვეყნის შიგნით გავრცელებოდა და მთელი უკრაინა არის კარანტინებული, არის მარტო დასავლეთ ნაწილი უკრაინის. ლვოვი და რამდენიმე ქალაქი. დღეს ყოქ შეხვედრა უკრაინის ელჩთან, აქ მოდის შემთან, რომ მოგაწოდოს ინფორმაცია რა ხდება უკრაინაში. უკრაინის კლინიკებში რიგები ასობით საავადმყოფოს ათასობით პაციენტი მიმართავს. აფთიაქში კი მედიკამენტების დეფიციტი შეექმნა. რა მდგომარეობა კიევში ამ წუთებში? ქრონიკის შეკითხვებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქართველი ექიმი პასუხობს. ჩვენ ზაზა კურტანიძეს პირდაპირ ეთერში ტელეფონით ვრთავთ. ბატონი ზაზა, როგორია ბოლო მონაცემები, რამდენად დიდია იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც კლინიკებს დახმარებისათვის მოგმართავენ? მოგესალმებით. ხალხის ნაკადი საკმაოდ დიდი არის. არის უამრავი სატელეფონო ზარები, არის მომართვები. ხშირ არის შემთხვევები, შემიძლია გითხრათ, რომ ძირითად შემთხვევაში ეს არის უბრალოდ პანიკა, ხალხი რეალურად სიმპტომატიკა არ აღენიშნება, მაგრამ არის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვაწვევთ ჩვენს კლინიკაში და ყავს ზედამხედველობის ქვეშ. ჯერჯერობით საშიში მდგომარეობა ჩვენს კლინიკაში ისეთი, რომ ან სიკვდილის დაფიქსირება ჯერჯერობით არ ყოფილა.
ამ დროისათვის თუ არსებობს საკმარისი რესურსი უკრაინაში იმისათვის, რათა გაუკლავდნენ პანდემიას? კლინიკაში რესურსები, მედიკამენტოზური რესურსები პრინციპში არის საკმარისი, მაგრამ არ ყოფნის თვითონ სამედიცინო კლინიკების რესურსი, ანუ უფრო მეტი არის მოთხოვნა და უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე დაუშვათ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავწოდეთ. და თუ მოგმართავენ კლინიკებს საქართველოს მოქალაქეები და ხომ არ დაფიქსირებულა საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების შემთხვევა? საქართველოს მოქალაქეებს მოუმართავთ ჩვენთვის ჯერჯერო ჰოსპიტალიზება და ის რომ გამოვლენილი ყოფილიყოს ეს გრიპი საქართველოს მოსახლეობას ჩვენს კლინიკაში არ მოუმართავთ.